მოწმინდისა, ჩვენთან არის ღმერთი. მადლობა ღმერთს, დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, ამ დღისთვის და დიდებული დღეებია, იცით რომ სულთაობა იყო, გუშინ სამებობა და სულთმოფენობა, დღეს სულიწმინდის დღეა, მარტვირია და ასევე ჩვენთვის ქართველებისთვის ძალიან დიდი დღესასწაულია, ჩვენი დიდი დედის ნინოს ხსენება. და ყველა შეგვეციოს ყოვლადწმინდა სამება, დედა ღვთისმშობელი და ჩვენი დედა ნინოს გლოცვა კურთხევა. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ყველას გილოცავთ სული და გულით, მიუხედავად იმისა, რომელი სარწმუნოების მიმდევრები ვართ, იმიტომ რომ წმინდა ნინო ისევე როგორც დედა ღვთისმშობელი ყველასთვის ზრუნავს თითოეული ჩვენთაგანისთვის ზრუნავს და ღმერთმა თქვენი ოჯახები დალოცოს და თითოეული ადამიანი, რომელსაც უყვარს ყოვლადწმინდა სამება, ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რა თქმა უნდა, ჩვენი დედა ღვთისმშობელი და ჩვენი წმინდა ნინო, წმინდა გიორგი და მრავალი ჩვენი წმინდანი. მამა თეიმურაზმა მოკლედ მიმოიხილა და მართლაც პატარა იყო, 12 წლის გოგონა იყო. ხშირად ვამბობთ ხოლმე, აბა შეხედეთ 12 წლის კი არა, თქვენი შვილები 24-ია, 25-ია, 20 წლის თუ გინდათ 30-ის თუ 50-ის არიან, ბავშვებიო და როგორ დაჰყოფინებთ, ხო? ის ადამიანი წარმოვიდა ქრისტეს სიყვარულით, წამოიყვანა და ისანაც ღმერთია. რა გაჭირვება უნდა შეუშალოს ხელი და რა უნდა შეაშინოს, ხო? ასეთი რამე არ არსებობს და დღესაც ქართველებთან და თითოეულ ქართველ ადამიანთან სულით ხორცით ქართველია, ქართველი ვინ არის, ხო? ვინც საქართველოში ცხოვრობს და ვინც საქართველოსთვის ისთვის, ვისაც უხარი ასევე ჩვენი ემიგრანტები. მე იმას არ ვაკეთებ რა, ეხლა საგეგმოთ რომ ვინ არის ქართველი, ხო? თუ ამერიკაში ვიცხოვრობს, ამერიკელებს უძახით, ბრიტანეთში ვიცხოვრობს, ბრიტანელებს უძახით, გერმანიაში ვიცხოვრობს, გერმანელებს უძახით, ან იტალიაში იტალიელებს, საქართველოს თითოეული მოქალაქე ქართველია და თუ არ არის ქართველი, მისი ტრაგედია რა, თუ არ თავს ქართულად თავს. მისი ტრაგედია და არა ჩვენი. და ღმერთმა ენებას ვიცხოვრობს, ერთგულად ყოფილიყოს ყველა საქართველოში. დღეს განსაკუთრებით იგრძნობა ისე როგორც წმინდა ნინოსთან. ისტორია მეორდება ხოლმე და ჩვენ ერთსაც რომ შეხედეთ, ხო? როგორც სუსტი გოგონა ის, ხო? ჩვენც ეხლა ამ გადარეული სოფლიოში სუსტად გამოვიყურებით. შეხედეთ რა, ხშირად ვიძახით ხოლმე ამას, იმიტომ რომ თვით შეფასება თქვენი სწორად გქონდეთ. აპარტამენტში არ ჩავარდეთ, ანარა და ის არ ჩავთვალოთ, რომ ვიღაცებზე უარესებინოთ. არა, არ ვეჯებრებთ თქვენს დღეზე უკეთესები ვახარ. ისერი ხართ და ისერი ხართ. რომელმაც პანდემიის დრო რომ იყო, ხო? ყველა რომ კედი მოუხარა. ყველა რომ შეშინდა, ისერი ხართ, რომელიც არ შეშინდა. რომელმაც ადიდეთ ღმერთი და დღეს ღმერთი რას აკეთებს, გადარებულია მსოფლიო და ჩვენს ეგრე ქვეყნები ნახე. ომის სიმწარე ვინ არ გამოცადა და ჩვენ გადაგვარჩინეთ ღმერთმა. აუცილებლად გადაგვარჩინეთ სიცხობეთ რა. როგორც წმინდა ნინოს მისცა ის რომ ადიდა ღმერთი და ღმერთმაც როგორ გამადიდა ხედავთ, ასევე ჩვენი ერის მომავალი მაგია. თუმცა ერთი ძალიან ცუდი გვაქვს რომ ერთმანეთს არ უხსნიდებით, ერთმანეთს დგენთ და ალბათ უნდა ვისწავლოთ, შუა უნდა ვისწავლოთ და მოქცევაც უნდა ვისწავლოთ. ჩვენ ხომ ისერი ვართ, თითოეული ადამიანის გულში რომ ქრისტეა. და რატომ ყინავთ, რატომ ვაკავებთ, ხო? ერთმანეთს სიყვარულით რატომ არ ვექცევთ? აბა როგორი ქრისტიანები ვართ მაშინ? ან ადამიანები საერთოდ როგორ ვართ, თუ ერთმანეთი შევიძღვრეთ, მოვიძღვრეთ. წმინდა ნინოს ეპოქით დაიწყო ის, რომ მანამდე წმინდა ადრიან პირველწოდებულმა ეთადაგა პირველი ეკლესიას დაარსდა
პირველი საეპისკოპოსი კათედრაც იყო, მაწყვერელი იყო. იცით? და შემდეგ უკვე კი თემი იყო ქრისტიანული, მაგრამ მთლიანად ერის სახელმწიფოს ქრისტიანულ რელიგიას მოქცევა და მაგ პერიოდში მირიან და ნანა მეფის და ნანა დედოფლისთვისაც და რა თქმა უნდა წმინდანინოს კულტურული სიყვარული ჩამოვიდა ხომ არ იყო ქართველი ეროვნული და რომელი ქართველი ვარ მასე დიდი ქართველი ასევე მერე მაგის მერე იყო რომ დაგჭირდა მოქცევა ასურელი მამები ჩამოვიდნენ გაგვაძლიერეს და შემდეგ იყო გრიგოლ ხანძთელი, რომელმაც რომარყოფილი იყო აწმინდანი ასურელი მამები და გრიგოლ ხანძთელი არ იქნებოდა დავით აღმაშენებელი და არ ექნებოდა ის საქართველო. ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოკონდეს. შევეცადოთ, რომ მასზე უკეთესი აწყოდა მომავალი შექმნით. აუცილებელია დღეს ისე საქართველოში საქმე. კი იტყვით, ეხლა მეტყვით, რომ აბა ერთმანეთს როგორ ჩამთვდა რაზეა საუბარი, მაგრამ რადგან გავქრისტიანდით და ხელახლა მოექცა ჩვენი ერი, რადგან ღმერთი მხოლოდ ჩვენმა ერმა ადიდა როგორც ერმა. მადლიერებდა და რასაც თხოვდით, ხო? მე ხარ მშვიდობა და რაღაცა გვინდა და მშვიდობა ომი რომ არ არის მშვიდობა, მაგრამ ერთმანეთს უშლით, ხესო? სულის მშვიდე ჩამოვარდეს და ვფიქრობ, რომ გონიერი ერიგოთ. ქრისტესერი ვართ, მშობლის ცერხვადრი ქვეყნის შვილები ვართ და მაგასაც მივახცევთ, უნდა გაუხდეთ ერთმანეთს ჩვენს ლამას და სასახელო ახალგაზრდობას განსაკუთრებული ზრუნველობა ჭირდება. უნიჭიერესი თაობები მოდიან. ბევრად ჯობია ჩვენ რა, ჩვენ თაობებს ჯობია. ჩვენ სხვა პროცესებში ცხოვრობდით, საბჭოთა კავშირი იყო, იმის დაშლაში მონაწილეობა მიღებული გვაქვს თითოეულ ჩვენთანაც აქ. ახალგაზრდობა მოდის სხვა რეალობაშია. ამიტომ შეიძლება ჩვენ უფროს თაობას არ გვესწოდეს რა უნდა, მაგრამ მინდა მოусმინოთ და გავიგოთ რა უნდა. და დავეხმაროთ იმაში, რომ ის საქართველო ააშენონ, როგორიც უნდა და მე მჯერავს, რომ კარგს ააშენებენ რა. ჩვენ რა ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა, გენეტიკურად მოხდეს მაგრამ. რამდენი საუკუნე დამპყრობელი ყავდა სულ. თუ რამე იმპერია იყო, მითხარით, რომელი იმპერია არ შემოვიდა და რომელს არდოდა ჩვენი ჩაგვიდა. ყლავდნენ, ხოცავდნენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენ მონები, არავის მონები არ გავხდოდნენ. უფალთან ვიყავით უფლის ერი. დედაღვთისმშობლის წირთხომილები ვიყავით. მონები არ ყოფილვართ და დღესაც შეიძლება ზოგიერთ უგულდეს მონობა რა. მონობა რა არის? რომ ვიღაცის შუაზე იარო რა, ელოდებოდა სულ ვიღაცამ რაღაცა გითხრას იტარნახოს და ეძებდე ვიღაცას, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ რა, ხომიდის ამდენი ხანი რაღაც მეტის ეკლესია საკმაოდ ძლიერად დგას, უცხოეთი ითვალისწინებს ეკლესიის ამ პოზიციას და ჩვენ სახელმწიფოს ხო, კარგი განვითარების პერსპექტივები აქვს და ჩვენ დავეხმაროთ ახალგაზრდებს, რომ სახელმწიფო მას დაეწყო პროექტები, განათლებული ერი უჭირდება რომ ვიყოთ. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ერი ვიყავით საბჭოთა კავშირისთვის, ხო? და რუსეთის იმპერიაში თუ ვიყავით, დღეს ეხლა თუ ჩამოაგრეთ და ჩამოშალეთ სისტემა, ხო? ხომიდის ეხლა ის რომ მასწავლებელი ისე პრესტიჟული გახდეს, მასწავლებელი პრესტიჟული იქნება, თავისთავად სკოლების პრესტიჟული გახდება, უმაღლესი მომზადებული კადრები მოვა და ის რაც ჩვენი კოლონიებმა უნდა რაზე დაშალეს სისტემა, ხო? შეიძლება ვერ შედებოდნენ ხელისუფლები ისე დააშლებინეს. რომ მოსამსახურე გაუნათლებელი არის, მოსამსახურე ერი, სვისი მოსამსახურე ერი. რასაც ჩასძახებ, იმას ამოგზადებს და ქართული სხვანაირია. ჩვენს პატრიარქთან ილიან მეორესთან შეადე გვილაპარაკია, რაზეა რომ ქართველები ასე ვჭამთ ერთმანეთს არ უსმენთ და რამოდენიმეჯერ რო ქონდა უწმინდესი ბრძანებდა ხოლმე რომ ძალიან ნიჭიერი ერი ვართ.
და ეს ნიჭიო კარგსაც ვიკეთებს რომ უკიდურესობას ვაძლევსო და ცუცაც ადვილად ვაკეთებთ უკიდურესობაში ვარდებით ჩვენ გონია რომ მხოლოდ ჩვენ ვართ მართლებიო და რო საუბრობ ერთმანეთს მოსმენა არ ვიცით ან მოსმენის კულტურა არ გვაქვს რა კარგსაც რომ ვეუბნებოდნენ ვერ დაიჯერეთ რა როგორ ხო ჩვენც ეხლა რა არ უნდა გავიგებოს ქრისტე ბრძობას როგორი დიდები შევიდა იერუსალიმში და რამდენ დღეში რა უყართ აცობრეული ხო რამდენ დღეში ჩვენ და რა გასაკვირია თუ დაინახეთ ადამიანი რომელიც ერისთვის იწვის 1000 რამესაც დააბრალებენ 1000 რამეს გაუკეთებენ მაგრამ არავინ არ უნდა შეშინდეს ამის გამო ჩვენ უნდა გაუხსნათ თითოეული ქართველი თითოეული ქართველს და ვინც უფრო ჭკვიანია შედარებით ნაკლებად რომლებიც ამ ეტაპზე აბსტილობენ ჭკვიანები ჩვენი ცხოვრებით დავანახოთ რომ თუ საერთოდ ამოვიდნენ და რა გავაკეთოთ განათლება ხო ყველაფერს მოგვიწევს და ეკონომიკაც გაჯანსაღდება ყველაფერი გაჯანსაღდება და როცა უცხოეთი ნახავს რომ ერთმანეთს ავჭამთ სხვანაირად მოგვეპყრობია არავის არ ეგონოს რომ უცხოელი ვინმეს მოიყვანს და დასვობს და ეკლესია არ დაუშვებს მაგას პირდაპირ გეუბნები და ამიტომ უცხოეთი სერიდია მაგას და მალე მოვა ის რომ როცა დაალაგდება ყველასთან ურთიერთობა მთავარია ერთმანეთთან დავალაგოთ ურთიერთობები ეკლესია არის ეს ადგილი ისევე როგორც თქვა როცა არჩევნებია და რაღაცა პრეზიდენტი იქნება თუ ის იქნება პარლამენტი იქნება თუ რაღაცა მთელი ერისთვის უნდა ზრუნავდეს მით უმეტეს ეკლესია მიუხედავად იმისა ჩვენი პატრიარქი როგორი მზადდებოდა ხო ილია მეორე ეხლანდელი რა ჩვენ მასთან ვიზრდებოდით და პატრიარქი შეოცდა ჩვენი სინოდის წევრების მაგ იმაზე ვართ რომ ყველა ჩვენი რა მიუხედავად იმისა რას ვფიქრობთ რა ჩვენ მხარე ვერ ვხვდებით არ შეიძლება ჩვენი მხარე გახდათ თუმცა ხან იმას დაგაბრალებენ ხან იმას დაგაბრალებენ რა ყოფილა ხოლმე ჩემზე შედრიონულებას დაუბრალებიათ ხალხს ხოცავდა მეტროშიო და აი გაანები თავი კაცო რა ვერა დაღიკვეცავ და შეუნდა უფალმო რა ყველაფერს კადრობთ ადამიანებს რომ ეს კარგად მოფიქრებულია ერთი მასში მოფიქრებული რაღაცები ასევე პატრიარქს ხო რას არ უგონებდნენ ხო ისაც უცხოური სპეცსამსახურების ის არის რა იმ ქვეყანის თუ იმისი ვისაც ჩვენი ეკლესიის ძლიერება შურს მაგრამ ძლიერად ვიქნებით მერწყვით რა უცნდეს უნდა გავგზავნოთ ესე ძალიან კარგად მართვაც ერთმანეთის ნახეთ როგორი ურთიერთობებით დავამთავრეთ გარეთ რატომ ფიქრობთ რომ შეგიძლიათ უნდა დაგვეჭამოთ ერთმანეთს ძმები ვართ მეგობრები მიუხედავად განსხვავებული აზრები და ჯვარებსერია ერთი და იგივე აზრი გქონდეს რა საკითხებში ადამიანები იმიტომ ვართ სხვადასხვა აზრის გვექნება და უკეთეს ვარჩევთ თიშეწევნით ეკლესიამ ესანახა სწორი არჩევანი რა არის უნდა შევხედოთ და ჩვენც ხო ღვთისმსერია ჩვენი მფარველი მხოლოდ ერთია ქრისტესთან არის ჩვენი წარმატება ამიტომ ეხლა ევროპას დაიძახეთ რუსეთს დაიძახეთ თუ ამერიკას დაიძახეთ თუ სხვა რამეს დაიძახეთ თურქეთს ირანს და რაღაცას მაგი არ არის თავარია ჩვენ როგორ გვექნება ერთმანეთში ურთიერთობა და ვაჩვენოთ რომ ადამიანები ამ სიტყვის სრული მნიშვნელობა არა მარტო ადამიანები ხო კარგი ქრისტიანები მერტმა დაგლოცოთ მერტმა გაგახარდეთ და თქვენ რას ფიქრობთ დედანინოს არ გაუხარდება ამ ყოვლადწმინდა საებას არ გაუხარდება ჩვენი ერთობა გაუხარდება ხო როგორ შეიძლება ამ პოლიტიკურმა ან რაღაც აზრმა ქართველი შემაძულოს ხო შეიძლება ჩავთვალო რომ არასწორად იქცევა მაგრამ ყოველთვის ვესწრები უფალი ყველას უტოვებს ცხოვრებისას ხო უნდა ვეცადოთ რომ ერთმანეთს ხელი გაუწოდოთ არ შევაშინოთ ხშირად გვიტყავს ხოლმე რომ ეკლესია არის ის ადგილი სადაც შეგვიძლია მოვიდეთ ძიმედ ვილაპარაკოთ ჩვენს გველაპარაკოთ ძიმედ რა არ არის მაგის პრობლემა არ გვაქვს
არ გვეშინია არც კითხვების დასმის და არც ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემას. შიგნით ცხელის, შიგნით კონდეს ეს აბუღებული სიტუაცია და გარეთ რომ გამოვართ ყველა გვენახოს როგორც სინოდი რო დამთავრდა და ყველა ერთმანეთს ულოცავთ, ხო? აი როგორი არია ჩვენი პატრიარქი რომ გავიდა ამ ქვეყნიდან. ვინმე დაგვაძალა, ვინმე მანა ეგ აი რამოდენად ცნობლებაა და რამოდენად ადამიანობა და ქრისტიანობა იყო თითოეული სიმაში. არა მარტო ქრისტიანები შვების როგორ მოდიოდნენ. მოლამ ხმოვანი გამომიგზავნა. ისო თქვენი პატრიარქი კი არ არისო. ჩვენი პატრიარქიც იყო, აი ესა და ესო და ეხლა ალბათ მისმენს და გავხარდება იმას. ჩვენ უნდა ერთმანეთში ხო ღვთის ხატიდან მსგავსება დავინახოთ. ერთმანეთს უნდა უყურებდეთ როგორც ქრისტე მოვიდა, როგორც ღვთისმშობელია და მე მოვერიდებით ერთმანეთის ტკენას და ტკივილს. ერთმანეთს რაღაცები არ ვაბერებთ. ეხლა ძალიან ცუდია რომ დღეს მოდაში შემოვიდა რუსი. ჩემთან ვინც ჩემს ქვეყანას დაუშავებს არავინ არ არის მისაღები რა. ვინც არ უნდა იყოს. საქართველოს ბედი მერთან და საქართველოში დაწყდებოდეს რა. და ჩვენი თავმოყარეობა უნდა გქონდეს, ჩვენი თავის პასი უნდა ვიცოდეთ. და არ უნდა მათხოვროთ მიშველები. ერთმანეთთან და მოვაგვაროთ ურთიერთობები რა. რაღაც გონიერები ხო ვართ, გონი ვართ გონიერები. მერთმა დალოცოს ჩვენს უწმიდეს დაუნეტარეს დიდმეუფე შეოსულოცავთ ევანგელ დღეს ისთვის პირველი მონოობა პატრიარქის რამში ჩვენი პატრიარქის ბოლო გასვლა ეპარქიებში, როდესაც ეპარქიებს მოილოცავდა ჩვენთან შედგა 20 წელი იყო, მაშინ პანდემიის პერიოდი იყო. მართლმადიდებლობის ზეიმი რომ მაშინაც ჩამოგზავნა ჩვენთან ესწრებოდა წიგნს და მერეც რომ გახსნილდა ჩვენთან იყო და ჩამოგზავნა და მეორე დილით მიგზავნება და დამიძახა და მე უფრო არ გეწყინოსო რა. კომიციო რა, შევხვდიო მოგივათ წმინდანინოსო კომიციო რომ შევხვდიო წმინდანინოსო და ვისაუბრეო და წავა რა ეხლა უწმიდეს ისუს არ უნდა მithმო სხვანაირი ადამიანი თუმცა იმ გამით ადრე ვთქვი მოხევები ერთად ვიჯექით რა ეხლა მოხევები და ფიზიკალურად წარმოშობდა ეგ მიღებული როგორც ხევში მოხევე და ოთხნი ვიყავით რა ვანო დედაფისტი და მე ვიყავით პატრიარქთან ერთად ხო ნახევარ საათზე მეტი ძალიან გვიანი და იმაზე ვიყავით მის იმაზე ვიყავით აქ მეორე სართულზე უნებას უყურეთ და გაბადრული სულ იცინოდა და რაღაცების მაშინ თავისუფლებით დაგვიხაზა ეს გავაკეთოთო ალბათ მოხევებთან ერთად მე უკვე იგივე გუდელებას მითხრა და უწმიდეს შიოს განაცალდა ხუთევას და იმის განხორციელებასაც დავიწყე მეორეს მოსვლის ნიში სადაც იყო იქ დაგვეთავის ხელი ხარი დახაზული ეს ყველაფერი ბედნიერი იყო ძალიან ჩვენს ბედნიერები რომ წმინდანინოსთან განსაკუთრებული დედაფშობელთან ყოვლადწმინდა სამეფოსთან განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდა ეს კარგად ვიცით რა მისი სულიერი მხარით ვიცით ყველაფერი ვიცით და ჩვენ შევეცდებით რომ უფალთან არ მოვხდეთ ისე რომ შეგაცვლოთ ჩვენი ცოდნების გაყოფა მაგრამ შევეცდებით რომ ჩვენი ერის ერთის სიმძიმე ვიკვირთოთ და ახალგაზრდებს გაუხსნით ამ ლამაზ ახალგაზრდობას გაუხსნით ჩვენ რა გვიჭირ სადაც არ უნდა სიფხაზე რომ დავშვა ეხაც ვიცხდით გაუხსნით რომ გაუყვალოთ გზა და მე თვითონ უნდა გადაიბადოთ ეს ქვეყანა თვითონ უნდა გადაიბადოთ ამ ლამაზ ახალგაზრდებმა და ხელი შეუწყოთ იმაში არ დაუწყოთ ჩვენის გურბა რომ აი ჩვენ ეს კეთილსათვის და რაღაცა იფიქრონ იმათმა და სწორი გადაწყვეტილების მიღება ისწავლონ არასდროს არ შეუწყობდი ვარ პატრიარქს გადაწყვეტილების მიღების პროცესში
შენიშვნას არ მოუწია, რაღაცა რომ გამოკეთებია რა. თუმცა ზოგჯერ რაც ცუდად ასე რომ იქცეოდეთ, თქვენ გაგიკვირდებათ და მაშინაც არ მოუწია, ჩემთვის შენიშვნა პირადად. სამწუხაროა, მე გამისტიგდებოდი ცუდად რომ იქცეოდეთ, მოუწს გამისტიგდია და შემდგომასაც ვითხოვდი ხოლმე და ჩვენთან ერშის რომ მშვიდობა ჩამოყალიბდეს, სახარებაში ჩვენ გვინახავს შემდობის გარეშე ღმერთთან დაბრუნებულიყო ადამიანი. ასეთი რამე არ არსებობს, საბრძოლო თამაში არ არსებობს. ამიტომ ყველამ ჩავხედოთ ჩვენ სულებს რა. ვინ გონია ჩვენ თავი რა პავლე მოციქულს ყველაზე უარესი ეგონა, პატრიარქს ყველაზე უარესი ეგონა. არის მომენტები ჩვენს როცა თავში არ აგვივარდება ხოლმე ჩვენს ყველაზე უარესი გონია თავი. შენ რატომ გონია როცა ყველა გეუბნება, ხო? კონკრეტულ ვიღაცას როცა გეუბნება რაღაცას დაფიქრდი იქ მართლა დამნაშავე, ხო? მეც არ მომწონდა ხოლმე ოჯახში რომ მეუბნებოდა დედან და რაღაცა საფოდოს უმეტყოდა ჩავიქნები ხა ამათ რა იციან და მე წმინდა მამასთან წავიკითხე თუ გინდაო რომ გამოსოვდე ვისთანაც უფრო დიდ დროს ატარებ რასაც გეტყვიან რომ ჩახედეო შენ თავსო ის არის მანამდე თუ ქალმა როგორ მითხრა და როგორ უნდა მიმერო ხო თუნდაც დედა ყოფილიყო და ის ყოფილიყო და დავდექ ჩავფიქრდი და ძალიან ხშირად მართლები დამეხმარა გამოსწორებაში მე რა თუმცა რაც უფრო გამოსწორებისკენ მეთქარ ხედავ რომ უფრო უარესად ეშვები იმაში რაც მეც ხედავ მეტი მოგეცა მადლის მეტია მე ცოდვაც ფულად ჩანსა ყველა თუ შევინანეთ ხო 90 წლები უნდა შევინანეთ აი ეს როდესაც ძმათამკვლელი ომი მოხდა ეს ხომ საზღარი რამე რა ძმა რო ძმაზე ხელს ამართავს ხო საშინელი რამე მანდამდე არ უნდა მივიდეთ ხო შეიძლება ჩვენი სირცხულია ყველა სირცხულია მნიშვნელობა არ აქვს მონაწილეობდი არ მონაწილეობდი რომელიმე მხარეს შემოხმარებდი თუ არა და გაუხდით ერთმანეთს და ეკლესიაში ხო პირველ რიგში სულიერი გთხოვთ ძალიან ბევრი ისეთ რამეს გვეუბნებით ხოლმე რომ ისიც რომ წინასწარ არ მოგვისმენთ არ გაკეთდება ხშირად ერთმანეთსაც არ უსმენთ არათუ სხვა მოგისმენთ ხო თუ ჩვენ დავლაგდებით ნაკლები ადამიანი იქნება ციხეში და უფრო მეტი ყურადღება იქნება თითოეულ ადამიანზე ჩვენს გვექნებთ საშუალება რომ ჩვენც უნდა მოგცეთ საშუალება რომ ვინმესთვის რაღაც ვითხოვოთ იცოდეთ მათი რა იმიტომ რომ ვითხოვო უნდა ვიცოდე რომ არ დაზიანდება ჩემი თხოვნით რაღაცა არ დაზიანდება ხო ერთმა დავიბოსოთ ერთმა გაგახაროთ ერთმა სულის მიდის მალდით აგავსოთ და იხარეთ ხორსავს სოფელ შინა მერწმუნეთ რომ აი ჩვენი პატრიარქი შიო ჩვენი სინოდი ხო გავაგზავნეთ იმ გზას რაც აი კომუნისტების ეპოქაში პატრიარქმა დაიწყო და ეკლესია დღეს რომ ძლიერია პატრიარქის რა თქმა უნდა პირველ რიგში და თითეული სინოდის ჩემ თავზე არ ლაპარაკობ მათი დამსახურება ისე არაფერი არ კეთდება და მარტო კაცი ვერაფერს ვერ იცავს და მადლობა ღმერთს რომ ქრისტე გვეხმარება და გაუთხილეთ ამას შეხედეთ რა ომსაც დაგვიწყებდნენ და ტერიტორიებსაც ჩამოგვაჭრდნენ აქამდე რა ვინ გაგვირთულდებოდა ხო მაგრამ რაღაცის გამო ხო ღმერთი გვაჩვენებს და აბსოლუტურად დავიბრუნებთ იმებს ეს ხო მე წარმოვიდგენია ხო შეიარაღება ჩვენ არაფერს არაფერი ნახავთ თუ არ დავიბრუნებთ აუცილებლად დავიბრუნებთ ყველაფერს რაც აფრთხილებულია ჩვენ ერთმანეთს მოვებთ წესი სკამების ყველასებობა ბიზნესების ყველასებობა და სიყვარულს კიდე ვიგუშით ერთმანეთის სიყვარულს გაიხარეთ და იხარეთ ორსავ სოფელში ჩვენსაც მინდა სინოდს ულოცავ მამებს, დედებს, მრევლს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მთავრობას, მხედრობას, ოპოზიციას და დანარჩენ საქართველოს რომელიც ძალიან დიდია. ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენი ქვეყნიდან გასულები ემიგრანტები უკან მოგვიბრუნდნენ.
თუ განვავითარებ ქვეყანას, უმეტესობა ნამდვილად დაბრუნდება და საქართველოს შეუძლია ბევრი მიმართულებით წამყვანი ჰაბი გახდეს რეგიონში. უბრალოდ გავუხსნით ერთმანეთს, რაც არ ვიცი, იმას არ გელაპარაკებით, რაც ვიცი, იმას გელაპარაკებით. ერთმანეთს დაგრძელდა, ერთმანეთს გაგახაროთ, ერთმანეთს სულის მიდის ხალხით არ გავსურვოთ.